ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების თვეა, რომელსაც მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ. ვარდისფერი ლენტის სიმბოლო გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია პრევენცია, რეგულარული სკრინინგის ჩატარება ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად, რომელიც ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ძუძუს კიბოს პრევენციასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია თბილისის ძუძუს კიბოს კონფერენცია 2025 ჩატარდა, რომელიც საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების 107 წლიან იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა, კლინიკური და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა. ჩვენი კონფერენციის ორგანიზატორები არიან მულტიდისციპლინარული ონკოლოგიის ბორდი და ვიანის ონკოლოგიის ბორდი. ამ ორ ბორდში არიან გაერთიანებული საქართველოში წამყვანი ამ დარგის სპეციალისტები. გამომდინარე თემის აქტუალობიდან დღეს ალბათ ნახავთ ძალიან ბევრი წამყვანი სპეციალისტები ესწრება ჩვენს კონფერენციას. რა თქმა უნდა, მიზანი არის კონფერენციის, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილებები, ვილაპარაკოთ ამ დარგის განვითარებაზე. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს დღევანდელი კონფერენცია ხელშეუწყობს ამ დარგში წინსვლას, განვითარებას, უკეთეს მკურნალობას. ჩვენს მთავარ ამოცანასაც სწორედ ეს წარმოადგენს, რომ ონკოლოგიური დაავადებები იმართებოდეს რამოდენიმე სპეციალისტის ჩართულობით მულტიდისციპლინარულად. მულტიდისციპლინარულობა გულისხმობს იმას, რომ ონკოლოგიური პათოლოგიების მართვაში ერთდროულად უნდა მონაწილეობდნენ როგორც რადიოლოგები, პათოლოგანატომები, რადიაციული ონკოლოგები, ონკოქირურგები და სხვა დამხმარე სპეციალისტები ერთობლივად. დღევანდელ კონფერენციაზე ასეთი მოდელი გვაქვს დაცული და სხვადასხვა პროფილის ექიმები ერთმანეთს უზიარებთ თანამედროვე მიდგომებს. კონფერენციის პროგრამა რამდენიმე თემატურ სესიას მოიცავდა, სადაც განხილული იყო ძუძუს კიბოს მართვის თანამედროვე მიდგომები. აქცენტი გაკეთდა ქირურგიულ მკურნალობაზე, ინოვაციურ დიაგნოსტიკურ ტექნოლოგიებზე, სისტემურ თერაპიასა და ენდოკრინული პათოლოგიების მართვაზე. ასევე განხილული იყო რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები და ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობის გამოცდილება. ცალკე სესიები დაეთმო რადიოონკოლოგიის უახლეს სტრატეგიებს, ინტრაოპერაციულ სხივურ თერაპიას და სკრინინგის როლს ძუძუს კიბოს ადრეულ გამოვლენაში. გაიმართა უაღრესად მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა სამედიცინო განათლების 107 წლის იუბილეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და შეეხო ყველაზე აქტუალურ თემას ალბათ ერთ-ერთს ონკოლოგიაში, რომელსაც ქვია ძუძუს კიბო. განხილული იქნა ძუძუს კიბოს როგორც დიაგნოსტიკის, ისევე თანამედროვე მკურნალობის სხვადასხვა საკითხი. გაზიარება მოხდა ცოდნის კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ის სპეციალისტები, რომლებიც ჩართული არიან ძუძუს კიბოს მკურნალობაში, დიაგნოსტიკაში, შემდგომ მეთვალყურეობაში. მოხარულები ვართ, რომ კლინიკა კარებს მედლაინი ონკოლოგიურ ბორდთან და სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად არის მსგავსი ღონისძიებისა და კონფერენციის ორგანიზატორი. ვთვლით და ვაცნობიერებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახის შეხვედრები და კონფერენციები, რაც თავის მხრივ ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს მომავალში პაციენტების ჯანმრთელობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე და თანამედროვე სტანდარტების და ტექნოლოგიების დანერგვაზე. მომხსენებლებს შორის იყვნენ როგორც ადგილობრივი უნივერსიტეტის პროფესორები, ისე კლინიკური პრაქტიკის წამყვანი სპეციალისტები. მათ მონაწილეებს გაუზიარეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება და მათ შორის რეალური კლინიკური შემთხვევების ანალიზი. კონფერენციის დასასრულს გაიმართა შემაჯამებელი მსჯელობა, რომლის ფარგლებშიც მოხდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ხაზი გაესვა თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობას საქართველოში.